რეგიონული განვითარებისთვის საქართველოში გატარებულ ღონისძიებებსა და ამ კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის მეთაურებმა. შეხვედრაში ევროპის რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელიც მონაწილეობდა. განიხილეს ის პროექტებიც, რომლებსაც გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში ახორციელებს. ხაზი გაესვა ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული მმართველობის რეფორმების ხელშეწყობის აუცილებლობას. We were talking about the regional შეხვედრაზე რეგიონულ განვითარებასა და რეგიონებში თვითმმართველობის სამომავლო მუშაობაზე ვისაუბრეთ. მინისტრმა ის პროგრამები გაგვაცნო, რაც ბოლო პერიოდში რეგიონებში განხორციელდა. ეს არის გზები, ხიდები და ინფრასტრუქტურა. ეს ნამდვილად შთამბეჭდავია. ჩვენ საქართველოს ამ კუთხით გამოცდილებას ყოველთვის გავუზიარებთ. ჩვენ შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ რეგიონული განვითარების ეს არის გეგმის, ეს არის სტრატეგიების შემუშავება უკვე თვითონ რეგიონებში. და თავისთავად მნიშვნელოვანია, რომ აქ რეგიონებში ჩვენ ადამიანები გადავამზადოთ შესაბამისად, რამე თუ დახვდნენ იმ რეფორმებს, რომელიც განხორციელდება რეგიონული განვითარების გეგმის შესაბამისად.